გამარჯობა, მე მია ვარ და თქვენ უყურავთ ჩემი იტალიური მოგზაურობის მესამე ცოტა დაგვიანებულ ნაწილს. მანამ ფერად ლიგურიისკენ გავემგზავრებოდეთ, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ჩემს ასივე გამომწერს. ვიცი რომ ცოტა სასაცილოდ ჟღერს დიდი იუთუბერების ფონზე, მაგრამ ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელსაც არც ერთი მეგობრისთვის თუ ნათესავისთვის არ უთხოვია გვერდის გამოწერა თუ დალაიქება, ვერ წარმოიდგენთ ჩემთვის რამდენს ნიშნავდა თითოეული გამომწერის თუ ნახვის მომატება გვერდზე. როგორც იცით, ეს ჩემი პირველი მოგზაურობა და საერთოდ პირველი მცდელობაა კონტენტის შექმნის. ყოველთვის მინდოდა რომ დამეწყო სწორედ ამ პლატფორმიდან და მიუხედავად იმისა, რომ რთულია, ბედნიერი ვარ, რომ სწორედ აქ ვარ. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შენიშვნები მქონდა საკუთარ თავთან, განსაკუთრებით კამერის კომპლექსთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ ამ მოგზაურობას ვერ გავიმეორებდი, რომ ეს შეცდომები გამომესწორებინა, ამიტომ ყველანაირად ვეცდები მომდევნო ვიდეოებში გავითვალისწინო და ვისწავლო ნაბიჯ. ახლა კი მოდი დაუბრუნდეთ ჩვენს ფერად ლიგურიას და პირველ გაჩერებას პორტოფინოს. პორტოფინო ჯადოსნური პატარა ნავსადგური და ყოფილი მეთევზეთა სოფელია ლიგურიის დასავლეთ ნაპირზე. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე პატარა დასახლებაა რეგიონში, სულ რაღაც 400-მდე მაცხოვრებლით. ზღვასა და მთებს შორის მოქცეული ეს ულამაზესი სანაპირო რეგიონი გამოირჩევა უმშვენიერესი პატარა ქალაქებით, დაუვიწყარი ხედებითა და სამზარეულოთ. ტურისტულ წერტილებში რომ პარკინგისა და გადაადგილების დიდი პრობლემაა, ახალი არაა. ამიტომ მანქანით სანტა მარგარიტამდე მივედით და პორტოფინომდე მიკროავტობუსით წამოვედით. გზავრობას დაახლოებით 10 წუთი დაჭირდა, ბილეთი 2 ევრო ღირდა და ფანჯრებიდან სწორედ ის ულამაზესი პანორამები ენაცვლებოდა ერთმანეთს, ვიდეო რომლებითაც დავიწყეთ. აქ ფასებიც ისეთივე ჯადოსნურია, როგორც თავად გარემო. ამიტომ თუ შედარებით ადეკვატური რიცხვის ნახვა გინდათ თქვენს ჩეკზე, გირჩევთ ჭამა და შოპინგი სანტა მარგარიტაში დაგეგმოთ. ეს კი სან ჯორჯოს ეკლესიისკენ მიმავალი გზაა, სადაც პორტოფინოს ყველაზე დასამახსოვრებელი ხედი იშლება. ვიწრო მიხვეულ-მოხვეული ბილიკი მაღლა მიიწევს და ხის ჩრდილებიდან იშლება პანორამა ზღვის პირას ჩამწკრივებული ფერად-ფერადი შენობებითა და მათ წინ მშვიდად მოქანავე ნავებით. ლეგენდის თანახმად სახლებს ასე იმიტომ ღებავდნენ, რომ სახლში დაბრუნებულ დაღლილ ან შეზარხოშებულ მეთევზეებს ამ ჭიდროდ მიწყობილ ნაგებობებში საკუთარი სახლი მარტივად ებოვნათ. მაშინ ეს უბრალოდ პრაქტიკული გადაწყვეტილება იყო, დღეს კი პორტოფინოს განუყოფელი ნაწილია. ეკლესიის ეზოდან მარჯვნივ ფერადი ნავსადგურის ხედი იშლება. მარცხნივ კი უსასრულოდ გადაჭიმული ხმელთაშუა ზღვის ჰორიზონტი. ყურეს, რომლის კიდეზეც პორტოფინო გაშენდა, 64-ის ყურე ჰქვია და როცა ამ ხედს გადმოყურებს, სახელის არსიც მკაფიო ხდება. სან ჯორჯოს ეკლესიიდან არც ისე შორს ბილიკი კიდევ უფრო ზემოთ მიდის და თუ თქვენც ჩემსავით ხალხმრავლობიდან გაქცევა გიყვართ, მაშინ პორტოფინოს შუქურა სწორედ ასეთი ადგილია. საკმაოდ პატარა ტურისტებით გადაჭედილი ხმაურიანი სანაპირო და უცებ სულ სხვა სამყაროში აღმოჩნდებით, სადაც ზღვის ხმის მოსმენა და ხედით ტკბობა ხელშეუშლელად შეგიძლიათ. Gembrieli. Arunda. Nela. Lamazi. Lamazia. Hai formato. Balla, tutta la notte sei bella, non ti fermare ma balla, fino a che non finiranno le stelle, sempre le coniche belle. უკან იმავე მიკროავტობუსით დავბრუნდით სანტა მარგარიტაში და უნდა ვაღიარო, მიუხედავად იმისა, რომ აქ მოსვლისას პრიორიტეტი პორტოფინოს მონახულება იყო, ეს ადგილი სილამაზით არ ჩამოუვარდება პორტოფინოს. ფასებითა და სივრცით კი ბევრად უკეთესადაა საქმე. ესაა მზიანი იტალიური რივიერა კაშკაშა ფერის ლიგურიული სახლებით, ვიწრო მშვიდი ქუჩებითა და მოზრდილი პორტით. ყველა აქამდე ნანახ ადგილთან შედარებით კი სანტა მარგარიტაში იტალიელი დამსვენებლები ჭარბობდნენ უცხოელებს. სანტა მარგარიტას ბაზილიკის სანახავად აღმართ საუყევით, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა. თავად ბაზილიკა კი შიგნიდან პატარა, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა თავისი არქიტექტურითა და მოხატვით.
ეკლესიის გვერდით მე-17 საუკუნის ვილა დაგვხდა, რომელიც პორშეს კლუბის რაღაც დახურული ივენტს მასპინძლობდა. ამის გამო მისი შიდა სივრცის დათვალიერება ვერ მოხერხდა, მაგრამ პალმების ბაღში ჩაფრული ლამაზი ეზოც საკმარისი აღმოჩნდა დასასვენებლად. თანაც უკვე დღეც იწურებოდა და ქალაქში სხვა ვერაფრის დათვალიერება ვეღარ მოესწრებოდა, რადგან გენუაში უნდა წავსულიყავით ახლობელთან. კარგად გამოძინებისა და დასვენების შემდეგ გენუას ქუჩებშიც გავედი და გზად პატარა დაუგეგმავ მეკობრულ თავგადასავალსაც გადავაწყდი. მოგეხსენებათ, გენუა საპორტო ქალაქია და აქ მსგავსი სანახაობები მრავლადაა. ქალაქის ისტორიული ცენტრი ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი და მჭიდროდ დასახლებული უბანია ვიწრო ქუჩებითა და ერთმანეთზე მიწყობილი შენობებით. ბაროკოსა და რენესანსის სტილის დეტალები სიძველის ატმოსფეროს კიდევ უფრო შთამბეჭდა ვიერთწენს. ნაწილი ამ ისტორიული უბნისა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც მოიცავს არაერთ ქუჩასა და სასახლეს. შუა საუკუნეებში ეს იყო სასახლეთა სისტემა, სადაც ქალაქი მასპინძლობდა გენუაში ჩამოსულ საპატიო სტუმრებს. ერთ-ერთ მათგანში სრულიად შემთხვევით მეც მოხვდი და დამეთანხმებით ულამაზესია. დუომო, ანუ სან-ლორენცოს კათედრალი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი შენობაა ქალაქში. გენუას სტილისთვის დამახასიათებელი მუქი და ნათელი ზოლები ფასადზე, შუა საუკუნეების გოთიკური და რომანული სტილის ჰარმონიული შერწყმა ქალაქის უნიკალურ არქიტექტურულ ხასიათს ქმნის. ამჯერად მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით და თუ აქამდე მიყურეთ, რამე დამიკომენტარეთ. და რაც მთავარია, გამოიწერეთ ჩემი არხი, რადგან ეს ძალიან დაეხმარება ჩემს არხის წინსვლაში და მეც მეტ мотивაციას მომცემს.